75 ხმით 57-ის წინააღმდეგ კენჭისყრა ჩატარდა და პარლამენტში ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით გავიდა. ფარულ-მოსმენებთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებული მეორე პროექტი კი ჩავარდა. მას მხარი 61 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 71. მას ასე როგორც ჩანს, ფარულ-მოსმენებზე წვდომა, ანუ ეგრეთ წოდებული გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში რჩება. ყოველ შემთხვევაში ასეთია პირველი მოსმენით კენჭისყრის შედეგები. ამ წუთებში პარლამენტის ხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. თორნიკე ხურციძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. თორნიკე, რა შეფასებები გაკეთდა უკვე კენჭისყრის შემდეგ? ნანა, შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატთა უპრეცედენტო რაოდენობა ესწრებოდა დღევანდელ სხდომას. 134 კანონმდებელი იყო სხდომათა დარბაზში, მათმა უმრავლესობამ კი 75 დეპუტატმა მხარი სწორედ ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტს დაუჭირა, ხოლო ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტმა მხოლოდ 61 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. მიღებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია და პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების კი მოუწოდებენ. თავად კანონპროექტის ავტორები კი აღნიშნავენ, რომ მიღებული კანონპროექტი არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში. კენჭი ეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას პირველი მოსმენით. მიმდინარეობს კენჭისყრა. 75 მომხრე 56 წინააღმდეგი კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით. კანონპროექტს პირველი მოსმენით ეხება კენჭი. ეს უკვე ვახტანგ ხმალაძის ინიციირებული კანონპროექტია საუბარი. ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. 61 მომხრე 71 წინააღმდეგი კანონპროექტი არ არის მიღებული. ჩვენს მიერ წარმოქმნილი პროექტი თავისთავად ცხადია, მისი თანაავტორი ვარ და ამიტომ ჩემი პოზიცია არის, რომ შერჩეული მოდელი არის საუკეთესო გამოსავალი ამ შემთხვევაში შესაბამისი რესურსის, შესაძლებლობებისა და სხვა კონტროლის მექანიზმების გათვალისწინებით. ამიტომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ეს არის ის, რომ პარლამენტმა პასუხისმგებლობა აიღო აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადებული კანონპროექტი გავიდა პარლამენტის თომაზე. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ მთავრობას არ აქვს პოლიტიკური ნება რაიმე შეცვალოს მოსმენების საკითხთან დაკავშირებით. რეალურად არც კონტროლის თვალსაზრისით, არც გამჭვირვალობის თვალსაზრისით, არც უბრალოდ მეტი ინსტიტუტის ჩართულობის თვალსაზრისით ამ პროექტში, ამ წინადადებებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადებული, არაფერი შეცვლა. ეხლა ეს არის გაცილებით უფრო ძიმე შემთხვევა ამ კანონის მიღება, ამიტომ ვარაუდობ, რომ ბატონი მარგველაშვილი, რომელიც არის პრეზიდენტი და არის კონსტიტუციის თითოეული მოქალაქის უფლებების გარანტი, დაადებს ვეტოს. არასამთავრობო სექტორი კი მიღებულ კანონპროექტს სამარცხვინოს უწოდებს და იმედოვნებენ, რომ მეორე მოსმენის დროს, ანუ მუხლობრივი განხილვისას, კანონპროექტის ავტორები გაითვალისწინებენ არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმედს იტოვებენ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამ კანონით ყველაფერი არის ფაქტურად ღია და რისიც გვეშინოდა, რასაც ვაპროტესტებდით, იმაზე უარესი გადაწყვეტილება მიიღო დღეს პარლამენტზე. ეს არის პარადოქსი, ამას აბსოლუტურად არ ველოდნი. სამარცხვინო გადაწყვეტილება, სირცხვილი არის ეს, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ. არ ვიცი ეხლა ამას რა დავარქვა, მე ვარ გაოგნებული, მართალი გითხრათ, და უნდა ცხვენოდეს იმ თითოეულ დეპუტატს, რომელმაც აი ამის სამარცხვინო კანონს აუწია ხელი. ალბათონი ეკაბესელი აპირებს 45 წუთში კომიტეტზე ამ საკითხის გავლას. არის ძალიან ბევრი მუხლი და ძალიან მეეჭვება თუ ამის სიღრმისეული განხილვა მოხდა 45 წუთში მოხდეს და დღესვე მეორე მოსმენით უკვე ამ კანონპროექტის მიღება. ეს მიანიშნებს იმას, რომ ისინი რაღაც გარკვეულწილად უკვე აპირებენ, რომ ზედაპირულად მოხდეს ან განხილვა, ან მზად არიან, ან დარწმუნებულები არიან, რომ არაფერი არ შეიცვლება. კანონპროექტის განხილვა 2 დღის განმავლობაში პარლამენტში მწვავე დებატებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. დეტალები კი ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მოსმენების შესახებ კანონპროექტების განხილვის მეორე დღე პარლამენტში ახალი ინიციატივის შეთავაზებით დაიწყო. ჩვენ მზადავართ ეს პრინციპი გადაიხედოს, არ იყოს ორ-ეტაპიანი მოდელი, იყოს ერთ-ეტაპიანი და იყოს ინსპექტორი იმ ფუნქციით, როგორთაც ის არის მაკონტროლებელი. ეკაბესელიას შეთავაზება საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ხუმრობად მიიღეს, რადგან მათი შეფასებით ამ ინიციატივის მიღებით ისედაც რთული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. იხუმრეთ და ხუმრობით თქვით, რომ
ინსპექტორს არ უნდა კონდეს ფუნქცია და ყველაფერი ისე უნდა დაჩეს, როგორც დღეს არსებობს, ანუ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება, ვის მოусმინოს, როდის და როგორ, თუ რასთან აქვს საქმე. თქმა უნდა, არ მიხუმრია. უბრალოდ მე მგონი აღქმის პრობლემა ვერ გაიგეთ რა ვთქვით. იმაჩნია, რომ ორდონიანი, ორეტაპიანი საფეხურის შემოტანა, რომლითაც ვაძლიერებთ მონიტორინგს, მგონია კარგია, მაგრამ თუ ეს მიიჩნევა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროცესში შემოსვლა ხდება როგორც ამსრულებლის ინსპექტორის ამ ფუნქციის მინიჭებით, კონსენსუსისთვის მზად ვარ თქო განვიხილო ეს პრინციპი. კანონპროექტის შესახებ კითხვები ეკაბესელიასთან უმრავლესობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებსაც ჰქონდათ. ანუ ეს ოროტაპიანი სისტემა აქაც მხოლოდ სატელეფონო მოსმენებზე ვრცელდება და არა ინტერნეტ კომუნიკაციაზე. აი აქაც კანონის ხარვეზეა თუ რაშია საქმე? ბატონშალა, თუ მისმენთ ტელევიზორში, ოღონდაც მითხარით, როგორ უნდა განახორციელოს თამარ ქალდანმა, ან ვინმე სხვა ვინც იქნება შემდეგ, ინტერნეტ სივრცეზე ხალხო მონიტორინგი და ამდენი ტექნიკურად კი მესმის, რომ რაღაცა საოცრებას ვაპარაკობთ რა. სრულიად სამყაროს გამაკონტროლებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საოცრებების ჩამდენი მე ჩემ აღქმაში არ არის. საგამოძიებო ორგანო ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდოს იმ კომუნიკაციის და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვს. იგივეა სხვა მუხლებით. არსად აქ მეორე ორგანო, ანუ ოტო, მოხსენიებული არ არის. სანამ ეს ერთი და იგივე იყო, ყველაფერი ნათელი იყო. თქვენ გაყავით ეს ორგანოები და შემდეგ ტექსტში ყველგან შეცვალეთ და დატოვეთ მხოლოდ საგამოძიებო ორგანო. ამიტომ აქ ყველაფერი ნათელია. ჩვენი კეთილი სურვილები, თქვენი კეთილი სურვილები არ ემთხვევა ტექსტს. პრინციპი არის ის, რომ როგორც საგამოძიებო ორგანოზე, ასევე ტექნიკურ სამსახურზე, ოტოზე და არ ვიცი, რაც გინდა ის დავარქვა ნებისმიერ სამსახურზე. ვრცელდება იგივე პრინციპები და იგივე ვალდებულება, რაც არის აუცილებელი და დასაცავი. ეს არის პრინციპი. რესპუბლიკური პარტია არსად არ მიდის. ასე მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა უმცირესობის წევრებს. მისი თქმით, რესპუბლიკურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად დააფუძნა. სხდომაზე განსახილველად დეპუტატმა მოსმენებთან დაკავშირებით საკუთარი ორპუნქტიანი ინიციატივა წარადგინა. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა 1 ივნისიდან უფლებამოსილმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით გადაცემული ინფორმაციის ყოველი ფარული მიყურადება ან ჩაწერა მოახდინონ მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გარეთ მყოფი სახელმწიფო დაწესებულების მიერ ელექტრონული ავტორიზაციის შემდეგ, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპს ვიღებთ, რომ გადის გარეთ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან, შესაბამისად შესსდან ეგრეთ წოდებული გასაღები, ანუ სინამდვილეში და იურიდიულად რომ ვთქვათ, ელექტრონული ავტორიზაციის უფლება, მეორე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ განხორციელდეს მუდმივი და ეფექტური მონიტორინგი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით გადაცემული ინფორმაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის სისტემაზე. სულ ეს არის. კანონპროექტის განხილვისას ხტომათა დარბაზში ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის განხილვისას დეპუტატების მხრიდან ძირითადად კრიტიკული შენიშვნები ისმოდა, კეთდებოდა ემოციური განცხადებებიც. ამ წუთებში კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდობა მიმდინარეობს, სადაც კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა ხდება და შესაძლებელია, რომ დღეს 9 საათამდე პარლამენტმა მეორე მოსმენითაც უყაროს კენჭი ბესელია ფოფხაძე სესიაშვილის ავტორობით მიღებულ კანონპროექტს. მე კი შეგახსენებთ, რომ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონპროექტი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.